გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე პუნქტუალურ vlogs და პუნქტუალური კაცი გვიღებს ახლა 8 საათზე უნდა ყოფილიყო შეკრების ადგილას და 9:30-ზე მოვიდა და მე მგოლმა 1-2 წელი დაგვარტყმევინა რუსთაველი და მაგვარიერებინა. მოვედით გალფში. კიდე მაგარი ამბავი. ჩიფსი დავიწყდათ რომ წამოიღოთ და ახლა უნდა ვიყიდოთ გალფში ჩიფსი. მაგარი ამბავი ერთი ის არის რომ ჩიფსი დავიწყდა და უნდა ვიყიდო და მეორე გალფში რომ შევიდა უკვე ლუდისა და აი მოდის ნახე შეყრა. შენი სამი გემო. ცოტა ხანში მეოთხეც იქნება, მაგრამ მაგაზე გაბუ ნახე რას ვაკეთებ. უნდიში დაგივარდება არ გაპატიო. თემა ესეთია, მოკლედ მოსავალი მოგვივიდა ჩიფსის და კარტოფილის, ჩიფსის მოსავალი. ჩიფსი რო გახდეს, ჯერ კარტოფილი უნდა ავიღოთ და მივდივართ ბოლნიში, სადაც ხდება აი ამ საოცარი რაღაცის საწყისი ეტაპების დამზადება. დავიძრათ ეხლა თორე დაწყება ცოტა ხანში და ბოლნიში ხო ვაფშე სიცხეა. გაიხედავთ მარცხნივ, დაინახავთ ვერაფერს. თუ გაიხედავთ მარჯვნივ, დაინახავთ ვერაფერს. დაინახავთ ზოდეს, რომელსაც ალბათ შია და დალევა უნდა. არ გვაქვს საქართველოში იმის გაჭირვება, რომ კარტოფილისგან არაყი გამოვხადოთ. არყის მასალის მეტი რა გვაქვს, შემო გეორგი? მეგობრებო, მოვედით ლუდისას ფერმაში. როგორი არის ჩამოკიდებულ ტრაქტორზე? პირველად ცხოვრებაში ვდგავარ ტრაქტორზე. აი ჩვენი მძღოლი, თუ გამოჩნდა რაც ხნა. ეს არის მიანად ირგვლივ ის ადგილი, სადაც მოიპოვება კარტოფილი, რომელიც მერე ლუდისას შეკვრებში ხვდებათ შიგნით. კარტოფილებზე რა თქვი ხარ? აღარ არის აქ კარტოფილი. როგორ არის? აი პატარა კარტოფილი. პატარა კარტოფილები დარჩა. ამიტომ ლუდისაში რო ხედავთ ამხელა კარტოფილები რო არის, აი ირაკლის გაფუჭებულია ყველაფერი. პატარა კარტოფილები დროს პატარებს აფუჭებს რო ისა რა ბოლოში რა რო გამიყვანო ჩემო ძმაო რა. აი ეს არის ჩვენი მეურნეობა, გეორგი. აი ბოლომდე მივადგი. და გაერთო. ჯიგარო იქ თქვა მოდი ხარ ჯიგარო. მედმეტი მიწები უნდა მოაშორო. კარტოფილს დაანებე თავში. ეს ახალი შეწამულია. ეს რო ამეტამს გაივლის, მერე კიდე ხო გაწმენდა და რაღაცა იქნება და მერე კიდე ცალკე გადახალისება ხდება პატარების ამოღება და ახე ძმაო. როგორი მოსავალია ცოტე? ეს ჭამე გიორგი. აქ ყველაფერთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა არის დასაქმებული. საქართველოს ეკონომიკაზე ზრუნავს ლუდისა. 45 ჰექტარზე იწარმოება 1000 ტონაზე მეტი კარტოფილი. და ეგ ეხა მთელი წელი გვეყოფა ვითომ ჩვენ? ნუ ხალხი თუ კარგად იყედი შეიძლება გაგვიჭირდეს და მეტის გაკეთება მოგვიწიოს. აბა გველებიო, სად არის გველები ძმაო? გველი დაიდოს. გველის რა გითხრა, მაგრამ კალიამ ჩამირბინა და კიდე კაი გაბუ იდგას. ხორე, დამიწყებდა კივილს ეხა. მე ძალიან გამისწორდა ტრაქტორით სიარული. მე ბრავა არ მაქვს და არ დამსვეს. Facebook-ზე აქ ფერმა ნათამაშები, მარტო ეგ იცის და ვნახოთ აბა რას გააკეთებ. ამ ვიდეოს თუ უყურებთ ახლა, შეგიძლიათ თამამად გადასცეთ პოლიციას და მოვლენ ჯარიმას დამიცეთ. რა კატეგორია უნდა ისე ამას? ტე. ტრაქტორ? ოპა! შენგენაც ეს უნდა ამოვწიო. ხო, თავწიო. ექსცეპლენია. არაფერია. აბა რა? არ ნერვიულობ ბიჭებო, ყველაფერი კარგად არის. ბიჭო, ძალიან კაი. სხვათა შორის კაი კონდიციონერია. შეგრეთ მინდა გითხრა. ვინმე თუ იმაზე დაარდობთ, რომ ხალხს ცხელა ან რა. ჯიგარო ზეცაჭავს ცოტა რა. მიდიება, მიდი. მიდი, ნუ გერიდება, შეჩება ტრაქტორია, აიტან. ტრაქტორი გაიტან, ჩვენ თუ ავიტან. იხარ გინსი, ხა ისეთი რაღაცა ვიჩანე რომ გადაგაგდო, მაგრამ ვინმეს ჩიმში ბოთლი თუ შეგხვდათ, ამე ჩემი ბრალია. ბოთლი გადაგიბარდა ბოთლი შედებია. გადაგიბარდა. სანამ ხა იგი გავედით, გაჩერება იცი? ფორმას დავაჭერდა რა, ვინმე გაჩერდა. გაუფალასწორებსო. კეფცები ვინ შენ პრავა არ მოგცა ცოდნე რა. კეფცები რა, ესე უნდა ვიყო მე. ნახე, არ არის ორთულიო, შეხედე რეები აქ. ესენი იმისაა შეჩერება. და იმის არის შეჭრა. არა, უკანა მხარის არის, მაგრამ განათების პრობლემები აქვს, მაგრამ მარტო 24 რა, რამე მეორე პროფესია შეიძლება რა, ათვისება ამის რა. სეზონზე წამოიყვანეთ ხოლმე და ცოტა მეტს გააკეთებს. სიგრალი რეთი არის? მეც მინდა. მოპიპინე. სადა აქვს? აგე?
ბოლოს ზანოს. ამდე რაც ის არის. ამის კაბინა გადაბრუნდა იქ. ამის კაბრიოლეტში გავიჩიტეთ. სამს ნამედანი ჯიგარო. ახლა კარტოფილი დავთესეთ, მევიდა, მოუბოჭეთ. მიგვაქვს ახლა გახაზყობების ადგილას. გაიგე, რო არ გაგვიფუძდეს და მანდ მივალთ ახლა და გაჩვენებთ როგორ ხდება ყველაფერი. თავიდან იყო კარტოფილი. მერე უკვე ლუდისა. ეს ნაპოვნი ლუდისაა სხვათა შორის. მეგობრებო, სხვათა შორის აქაურობა ცნობილია იმით, რომ მოდი აქ. გიურზები არიან. აბა, ნახოთ აბა რა არის. უყვარვარ. არ უყვარვარ. უყვარვარ. არ უყვარვარ. უყვარვარ. არ უყვარვარ. უყვარვარ. არ უყვარვარ. დაი ესა. არ უყვარვარ ცოტა. ეხლა ვართ არსენალის მინდორში. ეს არის ახალი ჯიში და არის მწვანე მასა ჯერჯერობით, იმიტომ რომ როცა სანამ ამოვიღებთ კარტოფილს, 2 კვირით ადრე უნდა დავასხათ დესიკანტი. დესიკანტი არის ახმობს ყველაფერს და დაავადებებს და ასე შემდეგ და ამზადებს კარტოფილს სწრაფად დასამწიფებლად და ასაღებად. ეხლა ვნახოთ. ავიხედოთ აბა რა ხდება. სად არის კარტოფილი? ოპა, აქ ყოფილა. ყველა გვანდარი თუ ეს რა ქვია? ეს გვექნება მე ჭამე ანაჭამეში, ეს კარტოფილი გვექნება საჭმელი. შემდეგ ეპიზოდში. უმი კარტოფილი არ იყო არ ყოფილა ხო მან? რამდენია ერთ ადგილას მოგესგებთ? ეგრე არის გიორგი. 22 შეიძლება იყოს. მართლა? პირდაპირ მიწიდან, ზმაო ახალი, ჩვენ იმეებს კი არ ვჭამ რაღაც მაიმუნობებს. სად მიდიხარ საყიდლად შეშე? მოდი რამდენი ყოფილა? გამოირბინე. გამოირბინე. სად ნახევრის გზა? ამოყარი რამდენიც გინდა გაიქეცი. კაცშვილი არ არის შენი პოვნელი მე. აბა კარგად ცოტნე. ჩამოვალთ. გაიგე. ჯიგარო. აბა წევედი მე. მოსავლის აღების მერე პირველი ეტაპი, სანამ ქარხანაში წავა ყველაფერი, იწყება აქ. აქ მოდის ხელი რაოდენობა კარტოფილის, რასაც ავიღებთ, აქ იყრება და გადადის უკვე კონვეიერზე, რომელზეც ხდება გადახარისხება ამ პროდუქციას. აქეთ არის კონვეიერი, რომელიც თავის მხრივ უკვე რაღაც დონეზე მიწას აცლის იმ კარტოფილს და აქ ხდება უკვე გადარჩევა კარტოფილის. აქეთ იყრება ცუდები, მიწა და ესე შემდეგ. აქ უკვე მეორე ეტაპი იწყება, როდესაც მიწისგან გასუფთავებულია და უკვე ზომებად დაყოფა ხდება, მაგალითად. ეს კაია და მოკლედ ხდება უკვე ყუთებში განაწილება ამ ყველაფრის, რომ რის შემდეგ ეს ყუთები უკვე მიდის პირველ რიგში საწყობში და საწყობიდან უკვე ქარხანაში, სადაც ლუდისა მზადდება ისი უდიდებულესობა. მეგობრებო, ეს არის საწყობი, სადაც ბოლოს მოდის კარტოფილი. ეს საწყობი იტევს 400 ტონა კარტოფილს და საბოლოო ჯამში აქედან ნაწილდება მე უკვე გადადის ქარხანაში და ქარხნიდან ვიღებთ აი ესეთ გენიალურ შედეგს და შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე მაღაზიებში. აი, აქ ასწორებს გრილად. ხო, დავარი პლუსი ეგ არის, რომ ტემპერატურაც შესაბამისი უნდა იყოს, რომ არ გაფუძნდეს პროდუქცია და ისეთი კაი სიგრილი აქედან გასვლა არ გვინდა. ხანი გადავიღებთ ეხა აქ ჩვენ რაღაცეებს და ეგ არის და ეგ, ეს ეტაპი ყველაფერი გაჩვენეთ და აქედან წასვლა არ მინდა. მოგონიათ მეგობრებო, რომ უბრალოდ ვლოგს ვიღებ და საქმე არაფერი არ გვაქვს აქ, ძალიან ცდებით. გიორგი, როგორ მიდის აბა? რა შვები შენ რომ სულ როგორ ლაზღანდარავ? დაჯექი მიდი და შემოვაყენე. მედი შეპერე. ამისი არის 115. 115? ხო. არა ვარ. მაგას. ელი გავუშვი. 105 დავიჭერ. ო, კაი. დაითვალისწინე 200 გრამი მინუსი. აბა ეს სასწორი თუ გამიძრებს ნახოთ. ოუ, ატარაკე. ხორ ხადაო შეჩემა. ეს მე წარწონი? მე თვითონ 130 მგონია თავი შეჩემა. 118 ხარ? ბედნიერი კაცი ხარ. არ დაიკელიო, შეჩემა დამიკლია მაგ. 118. საერთოდ. სუკანი რატო ხარ შეჩემა? მოვიარეთ ჩვენ ლუდისას საწყობი, სადაც მოდის კარტოფილი, ყველაფერი პირადად. ხო, პირადად ჩავიბარეთ მე და ცოტნე, რასაც გთავაზობთ, რომ კარგია და ჩვენც მოგწონს და თქვენც მოგეწონებათ იმედი ვარ რა. პირადად ჩავიბარეთ, რომ კარგია ყველაფერი, კარგად მოდის. გულწრფელად ვიტყვი, რომ ძალიან მოწესრიგებულია პროცესიც, ტექნიკაც, ყველაფერი. მართლა ეთყობა ამ ხალხს, რომ ზრუნავს ხარისხზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენთვის რაც მოვა თაროზე, დაღზე, მაღაზიის რაც მოხდება ლუდისა, იყოს ხარისხიანი და ჩვენითაც დავწუნდით დღეს ამ ყველაფერში. ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო, განსაკუთრებით ტრაქტორით სირბილე წინზეოგან. ერთადერთი ძალიან ცხელა ბიჭო რა უბედურებაა. ხო, მაგრამ ის საწყობია იდეალური. საწყობი ძალიან საწყობში ძალიან გავგრილდით, მოგეწონა, ცოტა ხანი დავრჩით მერე. გავნიაუდით. ძალიან სასიამოვნო ის არის რა, ყველაფერი პროცესი და რაღაც შემიძლია ვთქვა, რომ
აი არო ეგეთი რაღაცები არ გვიკვირდეს საქართველოში. ხო. რომ ყველგან ყველაფერი მოწესრიგებული იყოს და რაღაც, მაგრამ გამონაკლისები არიან ამ შემთხვევაში ლუდის საკითხი. სახით. ხართ, რომ ესეთი მოწესრიგებული და კარგი რაღაცები დაგვხმა. მსგავსი სტილის ვიდეოები თუ მოგეწონათ, ანუ თუ გინდათ რომ ნახოთ ჩვენი ვლოგები, სხვადასხვა ადგილას წავიდეთ, ღონისძიებები იქნება მაგალითად ან რაღაცეები, დავესწროთ ფესტივალებს ან მსგავს რაღაცეებს, აუცილებლად უნდა დავაიქოთ ეს ვიდეო და კომენტარებში დაგვიწეროთ რა გაინტერესებს, სად შეიძლება რომ წავიდეთ, რა იქნება საინტერესო თქვენთვის და ესე შემდეგ რა. შემდეგი იქნება ბავარიას ლუდსახარში. ხო, ბავარიას ქარხანაში არ იქნება ისე ცუდი, ცოტნე რომ ვესტუმროთ. ცოტნე რომ ჩავაგდოთ კასრში. 118 ყოფილა და აქ პოტენციალი 12 კილოს დამატების შესანიშნავი საშუალება. ჩვენ სად დავაგდე მაგდენი? არ ვიცი, აი არის ჰოლანდიაში მაგდენი, მაგრამ არ მოკლედ ძალიან კაი იყო, მე მომეწონა ნასიამოვნები დავრჩი და წავალთ ახლა სადმე გრილ ადგილს ვიპოვით და ჩავახრამონებთ ლუდისას და მივაყოლებთ მოცივ ბავარს. შენ რა აზრის ხარ მაგაზე გიორგი? აბა ჰე, მომავალ შეხვედრამდე.